რეკლამამ გაიარა, ვაგრძელებთ დისკუსიას. თუ იტყვი რომ მე ვარ მედასავლეთე, რაც გინდა ისაკეთე. ანუ სახელმწიფოს არ ქონდა რესურსი, საერთოდ რომ აი მაგალითად პოლიტიკური პარტიის ლიდერი ბჭყალებში თქვა რომ ვინმესთვის რომ პასუხი მოეთხოვა ნებისმიერ დანაშაულს. როგორ ის ოპოზიცია ხო შეიძლება. ხო არის მაგალითად ფაქტი, ადამიანები უყურებენ ფაქტებს. მოხდა მაგალითად 2024 წელს ფაქტი იყო რომ პარლამენტის რაღაცა შტურმი მიმდინარეობდა 150-მდე პოლიციელი დააზიანეს იმ რაღაცა ესროდნენ, ანგრევდნენ, ამწრევდნენ მოლოტოვის კოქტეილებს და ასე შემდეგ. იყო ფაქტი. კი. ამ ფაქტზე გვეუბნებიან რომ ეს ყველაფერი რასაც ეს დემოკრატიის პარკლებში. ეს იყო დემოკრატია, იმიტომ რომ ესენი არიან მედასავლეთეები და ესენი ხარ რუსი. შვიდობიან, აი თემა რა არის. ესენი იყვნენ შვიდობიანი მომიტინგეები და ხელისუფლება რატო არ იჭერენ პოლიციელს ის რა ფეხი რო აქვს დამწვარი, ხელი რო აქვს დამწვარი, რაღაც ახე ყური რო აქვს გაგლეჯილი. იმათ რატო არ იჭერენ, კაცო, რატო არ ააცილეს თავი? ზუსტად ეგ არის ერთი. არაფერი არ არის. ამ ფონზე რატო გიკვირთ ეხლა? არ გვიკვირთ, არა. რომ მაგალითად სააკაშვილი გამოვიდა ფაშიზმზე გელაპარაკეთ. არ გვიკვირთ. უბრალოდ ჩვენ მე რაზე მინდა არის სხვა ერები, აი მაგალითად ფაშისტები ხო იყვნენ მაგალითად რაღაც გერმანელები რაღაცა მიზეზის გამო ერჩოდნენ აქ თავარი მიზანი რა რის გამო გვერჩის რის გამო უნდა გაგვიჟუჟოს ეხლა მაგან მიხვრა მოხრის გამო ხალხო მაგრამ მიხვრა მოხრის და თვალის გამო ებრაელებს რატო ერჩოდნენ თქვა ფაშისტები ანტისემიტიზმი ძალიან ღრმა არის არ არის გერმანელების მოგონილი გასაგებია ანუ რაღაცა მაგრამ ეხანდელი დემოკრატიული ქვეყნები რო არის ისინი უფრო მეტად ცოტავდნენ ვიდრე გერმანელები მაგრამ ესე უნდა ითქვას რა ეხლა ეს რატო რის გამო გვერჩის იმიტომ თავრობაში არ არის აი ზუსტად საქმე რაშია კაცო იქ თქვა ებრაელი იყო თუ სხვას რო ერჩოდნენ ხო ვიღაცას პარაზიტად მიაჩნდა ვიღაცა რაღაცა ქონდა თავისი არარაციონალური შიშები ქონდა აი რაღაც მოტანილი იყო ის გიჟური იდეები იყო მაგრამ ეს არ არის გიჟური იდეა ეს არის ძმაო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ჩვენ რომ ამოთხმ ესენი მზად არიან გაგუჟუჟონ აქამდე ცდილობდნენ რომ რუსების ხელით გავეჟუჟეთ ანუ ისო ომში ჩავერთილეთ რაღაცა ეხლა პირდაპირ ვერ ჩაგითრიეთ ომში და ჩვენ თვითონ გაგუჟუჟავთ ევროპულ ანტისემიტიზმს ჰქონდა რა თქმა უნდა დანაშაულებრივი ირაციონალური მაგრამ რაღაცა საფუძველის მაგვარი რამაც საბოლოოდ რო არ მიხედეს ამ დრეიფუსის საქმე ავიღოთ ჯერ კიდევ მე-20-ია მე მგონი მე-19 1911 ხო რო არ მიხედეს სწორედ ამან გამოიწვია ეს აღზევება ხო ანუ ირაციონალური მაგრამ ეხა ამას საკუთარ ხალხს რო ერჩის მართალია ხელისუფლებაში არ არის თავარი რა არის მეგობრებო კიდე ერთხელ რატო გვიკვირს კი არ გვიკვირს მე მინდა ჩემი мотиваცია ახსნა რატო ლაპარაკობ ამაზე არის იდეოლოგია რომელსაც არ აქვს რაღაცა დოკუმენტური მასალები ჩვენ ფაშისტური იდეოლოგია გავასამართლეთ არამხოლოდ ქმედებების გამო, არამედ ამ ქმედების იდეოლოგიის გამო, სისტემატიზაციის გამო. და ამას ჰქონდა კანონები ნაცისტურ გერმანიაში, ნიურნბერგის კანონები. ხო, მიღებული სასამართლოები გაასამართლეს ფაშისტური, რომელიც ნაცისტურად. ასევე ამან დაწერა ის, ამ იდეოლოგიამ დაწერა ის, რის გამოც პალატაში კი არა, არ ვიცი ეს სად უნდა გაუშვა რა. გერმანიაში დაეწერა, საფრანგეთში დაეწერა დღეს. არ რა ვიცი რომელიმე ნებისმიერ ქვეყანაში ევროპულ სახელმწიფოში ნუ ლატვიის გარდა ნუ ეხლა მე არ ვიცი უკრაინაში ალბათ ეგრე არ იქნებოდა მაგრამ მოგეს ამას წერენ კაცო და მაგას დაიჭერდნენ მაგიტომ დაიჭერდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ეხლა დღეს ზის ციხეში როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა ის რაგვარია ის წინა პრეზიდენტი სარკოზი როგორ წარმოგიდგენიათ სარკოზიმ რო დაწეროს ეხლა ესეთ რაღაცა ხო ჩვენ აქეთ ამ ხარეს ვინცო ნამდვილი ფრანგები ფრანგები ისინი კიდე არიან არაბები დაუშვათ არის ანუ ევოლუციურად და სოციალურადაც დამტკიცებული რატომ არის ესეთი პროექტები მარცხისგან განკუთვნილი ძალიან მარტივი რაღაცა არის არსებობს ესეთი სიტყვა კრისტალიზაცია რაც ნიშნავს რომ გაერთფეროვნება საზოგადოების როდესაც შენ მაგას იწყებ ყველგან ეგ ხდება რა რაღაცა პერიოდი მცირე პერიოდი წარმატება შეიძლება მიაღწიო იმიტომ რომ ერთფეროვნებით ძალაც გაძლევს მაგრამ ხანძრივ პერიოდში შენ აღარ რჩება იმის უნდა რომ განსხვავებულმა ადამიანებმა განსხვავებულმა აზრებმა და განსხვავებულმა იდეების ზოლა არ მიდის და შენ უკვე ბრმა ხდები იმისკენ რომ
იმ მიზეზებისგან რატომ შენ მარცხნები? იმიტომ ვეღარ გეუბნება ერთი და მეორე ვეღარ ხედავს ამას. ევოლუცია იმიტომ შექმნა ჩვენ სხვადასხვანაირები, რომ ეს ურთიერთშემავსებელი არის და არა ერთგვარ საწინააღმდეგო. ვინც ამაზე ურთიერთწინააღმდეგობას ქმნის, ესა ფაშისტი. და რეალურად ყველგან აი ეს ცნობილი ის არის არისტოტელეც ამბობს, რომ ყველგან არსებობს ჩუმი სამოქალაქო ომი, ყველგან არსებობს. მაგრამ მმართველის ფუნქცია არის ის, რომ სამოქალაქო ომის შეჩერება და გამაერთიანებლის ფუნქცია ქონდეს. ეს ასწრებს და ეს აბსოლუტურად ამის საწინააღმდეგოს წერს და დეგრულის და პირდაპირ სამოქალაქო ანუ უნდა დააწესოს რაღაცა ბოდიში სარკაზმის მაგრამ უნდა დააწესოს კლუბებში რო არის რა ქვია მაგას ფეის კონტროლი და რომ გაივლი შეგიმოწმენ მიხრა მოხრას თვალის ჭრილს სადედელოს თუ ამბობ შანსი არ არის არა ისედიცია სიები მზადა სიების გაკეთებულია კი მარტო მაგათ ევასება სიები კი გიждდებიან სიებზე რა ჩვენ არ ვართ ჩვენ არ ვართ ვინ არის ღალატეების სია ყველა ვართ 64 თუ გაეკარე მაქსიმум 64 ვართ მაქსიმუმში მოხვედრილები ყველა კარგით მეგობრებო გასაგებია ესე იგი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მაგრამ მეორე საკითხს მინდა მივაქციო ყურადღება და მეორე ნაწილი ჩვენი განსაკუთრებით ამას მიეძღვნება ის საქმე რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურამ წამოიწყო რომელსაც ველოდებოდით იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ხედავდით რომ საბოტაჟი აბარა არ დარბიხარ უცხოეთში და შენი ქვეყნისთვის საძაგელი რამ გინდა და ტყუილებს ვავრცელებ და რომ მიგაქვს ინფორმაცია და ასმენ და ასე შემდეგ. მე ჩემი აზრით ეს ამ ფიგურანტებით საქმე არ შემოიფარგლება. მაგრამ რატო არ უნდა იყოს რომელიმე NGO სექტორის ლიდერი? რატო? ვიზე ნაკლები გააკეთეს. მომჯარიან, გამოდიოდა, როცა პრობლემა იყო, თუ გახსოვთ, ტელეფონით ესაუბრებოდა არსებობს ამის დოკუმენტი, რომ მოგვაშველეთ თქვენი სიტყვა, თორე ჩვენ აქ მარცხდებითო. გახსოვთ ეს ამბავი რო იყო? ხო გახსოვთ? არა, ეგ შეიძლება დანაშაულის შემადგენლობა შეიძლება ვერ იყოს ადამიანმა, მაგრამ შეიძლება მიწოდებული აქვს რაღაცები, რასაც ისინი იყენებენ. ამდენი ტყუილი საიდან მიდის? უყურე თემა რა არის? ჩვენ გვაქვს პრეცედენტი ჩვენ ისტორიაში, რომ ადამიანმა რომელმაც ტელეფონზე საუბარი ირაკლი ბათიაშვილზე უბრალოდ ეს რა იყოს გამაგდით ხო ანუ გამაგდით ხო შეიძლება ბევრი ინტერპრეტაციაა ხო და მაგიტომ დაიჭირეს მათი დაჭერილია და ეს აბსოლუტურად ჯდება იმ ლოგიკაში რა ლოგიკაში ირაკლი ბათიაშვილი დაიჭირეს ეს ლოგიკა წყალებში ლოგიკას თავიდანვე მოდი აი ფაქტებით ვიაპარაკოთ ანუ უყურეთ ოფიციალური დოკუმენტი არის რა ჩამოვიდა მაგალითად დიდი ბრიტანეთის შეერთებული შტატების წარმომადგენელი და ასევე ბოლოს თქვათ ევროპის ერთ-ერთი სათანადო ორგანიზაციიდანაც მივიღეთ წერილები და ოფიციალურად ერთმა მეორემ მესამემ დაადასტურა რომ საქართველოს სახელმწიფო მუშაობს გამართულად და აზღვევს იმ რისკებს რასაც ქვია რაღაცა არაკონტროლირებადი ტვირთის მოხვედრა რუსეთის ფედერაციაში სანქციებს დარღვევა სანქციებს არ არღვევენ და ყველაფერი კონტროლდება ისე როგორც არის წესი და რიგი ანუ ეს არის ერთი მტკიცებულება რომელიც ოფიციალური დოკუმენტი რომელსაც უნდა დაეყნო აუცილებლად ამასობაში ამასთან ერთად თქვა პოლიტიკოსი განცხადებებს აკეთებ ინფორმაციას აგზავნი და ასე შემდეგ უცხო ქვეყანაში და ამბობ რომ საქართველოში არის შავი ხვრელი საიდანაც რაღაცა გაედინება სხვადასხვა ტვირთები სანქციებს არ გვევს ხო დრითის ამის რაცაც იყენებენ რუსები იმისათვის რომ მაგალითად უკრაინაში რაღაცა ომი აწარმოონ წარმოიდგინეთ აი ეს არის შვენიერი მაგალითი არა მარტო იმისა რომ საბოტაჟს ეწევიან კაცო ამის გამო პარტიის აკრძალვაც კი შეიძლება იმიტომ რომ შენ ტყუილს ავრცელებ როგორც აი უდავო მტკიცებულება არის იმ სანქციებს აწესებინებ იმ ორგანიზაციების გაკეთებული დასკვნები ეს არის უდავო მტკიცებულება და შენ ამის საფუძველს აი საერთოდ არ გაინტერესებს
და ესენი ხო შეთანხმებულები არიან შალვა. სანქციას ისინი რო აწესებენ. იმიტომ კი არ აწესებენ, რომ ვიღაცა ხატიამ ესეთი რაღაცა განცხადება. არა, კაცო, შენ ააგდე და მე დავარტყავ. პასი მომაწოდე და დავარტყავ. არა, რა თქმა უნდა. შენ პასი მომაწოდე და ამიტომ არის ზუსტად მაგაშია საქმე. ანუ შეთანხმებული ბანდა არის. წვეტა უნდა მოხდეს. კი, ხო. აი კიდე ისინი რო არიან, მაგალითად თქვა ევროპარლამენტარები და ასე შემდეგ, ვინც საბოტაჟს ეწევა საქართველოს ქვეყნის და ანუ ეხლა რაღაცა დაატრიალდა, რომ იცი რა მტრული სახელმწიფოებია, მტრული აბა რა არის ქვეყანაში, რა ქვია, დაპირისპირება რომ მოახდინოს მაგის გამო რომ NGO-ს აფინანსებს და სხვადასხვა ჯგუფებს რო აფინანსებს. ამერიკის აგენტობა რომ მოსულა. ოკერიამ რო თქვა, რომ ცერუს აგენტობა მოსულა. მტრული აბა რა არის? შენ უსაფრთხოებას ვანგრევენ, ქვეყნის უსაფრთხოებას გინგრევენ. ის რა ქვია ერთმანეთში თავარი შედეგს მიაღწევს, შუღლი უნდა გამოიწვიოს უკრაინასთან ერთად, ომში უნდა ჩაგდონ რუსებთან და თურმე მეგობარი ყოფილა. მოსამართლებთან დაკავშირებით. მოსამართლები ხო დაასანქცირეს. რაღაც საქმეების გამო, თუნდაც გვარამიასიან რაღაცა. სტრასბურგში ამ საქმეს პერსპექტივა არ აქვს და გამოჩნდა კიდევაც რა. ანუ სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ ის გამო, რასაც სასამართლო სისტემას ერჩიან, სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ არანაირი კანონდარღვევა იქ არ არის. მაგრამ ამათი მიწოდებული, ამათი აი მართლა საგოლე მომენტები პასების გამო შენი ქვეყნის მოსამართლეებს მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შენი ქვეყნის მოსამართლე მოგწონს თუ არა. მაგას მე გადავწყვეტ. მე არ ვერევი ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში. ანუ მე შემიძლია ჩემი აზრი გამოვხატო. მაგალითად ნიუ-იორკის ახალი მერის შესახებ, მაგრამ იქ რო ჩავიდე და აგიტაცია რო გავმართო ნებისმიერ მიმართულებით, ხო გამომაბუნძულებენ 2 წუთში. ხო და შესაბამისად ეს არის ჩვენთვის თავი, სუვერენიტეტის დაცვა მოხდა აი ამ კონკრეტული საქმითაც. ეხა ვიღაცა შეიძლება მიხტიბას არ იტეხე, მაგრამ ვიღაცა მაიმუნი ხო? NGO-შნიკი ან პოლიტიკური. ბევრს დაფიქრდება, ბევრს. კი, აუცილებლად. დაფიქრდება რა. ერთი გოგონა ამდა სახელა გვარის თქმა. და დაიჭირეს უკვე ქუჩის გადაკეტვის გამო და მე არ მეშინიაო მეორეჯერ იდგა უკვე ტროტუარზე. მაგრამ ქუჩის გადაკეტვის გამო სისხლის ამას ესე შეაშინებელო, მაგრამ მე აღარ მინდა. მე მინდა სხვა რამეზე. ხო გახსოვს ეგ. შავა, ნახე, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რა, რომ ჩვენი ამაზე ბეჯო გელაპარაკია, ჩვენი ეთნოფსიქოლოგია მაინც განსხვავებული. ანუ მე ნახე რას გულისხმობ, შეხედე. აქამდე ჩვენი ოპოზიცია აკეთებდა რას? პერიოდულად ცდილობდა მართლა რევოლუციის მოწყობას. პერიოდულად აკეთებდა რაღაც დასმენებს ასე შემდეგ. ანუ პერიოდულად სახელმწიფო ან ანტისახელმწიფოებრივ თემებს, რაზეც იჭერენ, აკეთებდა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება შეიძლება ბევრი მიზეზების გამო ამ ხალხზე არაფერს არ ახდენდა რეაგირებას. ეხლა მოვიდა დრო რეაგირებას. რატო იცი? ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენო დემოკრატიაზე მართლა არაფერს არ მაშავებთ. ძალიან ცუდები ხარ. იმიტომ რომ შეარჩაერთეთ. იმიტომ რომ მართლა ეგრეა, როგორც შესაბამისად, უკვე ცხადი დავთარ. შესაბამისად უკვე ცხადი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, იმიტომ რომ მართლა საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია და ის აუცილებლად გააკეთებს. სხვა გზაც არა. ანუ ის ან დაიღუპება საქართველოსთან ერთად, ან იბრძოლა. ან არის ერთი დეტალი. საქართველოში, აი ნიკა მელია რატო აღარ მონაწილეობს შტურმებში? და ქართველი პოლიტიკოსების არა ისე ვამბობ მე უმრავლესობა რატო აღარ რევოლუციონერობენ ისე გამალებით როგორც ადრე რევოლუციონერები რატო არ კეტავენ ქუჩას რატო არ კეტავენ თვითონ ქუჩებს ხო იმიტომ რომ ისწავლეს ისწავლეს ზანსობელი კაბუსისა ქურდებს ხელს თუ არ ურტყავდა და სკივად თქო მოკლედ და მე მგონი კაი რაღაცები ხდება. კი, ჩემი აზრით ძალიან. ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. ეს გამოიწვია იმ კაი რაღაცების ამბავმა, რომ ესე გაგიდა. კი, რეაქცია. ხო და რა ვიცი, არის ესეთი მომენტი რა, რომ ისტორიის დასასრული არა ფუკუიამის გაგებთ, არამედ რაღაც ისტორიის ეს ისტორია უნდა დასრულდეს, რაც ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული და ახალი ისტორია უნდა დაიწყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყოს. მე ესე იგი ველოდები უკვე დიდი ხანია ველოდები ამ ახალი ისტორიის დაწყებას. უნდა დაიწყოს. კი ბატონო. ხო, მეც ვიზიარებ იმას, რომ უნდა დაიწყოს ეს ისტორია და ბევრი ადამიანი ძალიან გაბრაზებული იყო, რომ მაგალითად სააკაშვილის ბრალი იყო აი ეგრეთ წოდებული, როგორც თვითონ უძახიან პიჯაკების საქმე. ხო, ანუ იმის გამო, ის ცხადია, ხო, არ არის პიჯაკების 11 მილიონის გაფლანგვის 11 მილიონი როგორც თვითონ უძახიან, ამიტომ თქვი და
ანუ აი მართლა არ შეიძლება ესე ხო და მე საუბრობენ რომ ავტორიტარიზმი რა აი უბრალოდ ეხლა ხალხო რაც ხდება არის ის რომ იყო განუკითხაობა რომელსაც ეს უსამშობლოები და დაუძინებელი მეგობრებით ხელდასმული ეს მეხუთე კოლონა ახდენდა იყო და ეხლა რეალურად ჩვენ მივდივართ რომ სამართლებრივი სახელმწიფო შეიქმნას სადაც პოლიტიკაში ყოფნა და ქვეყნის ჯანჯღარი არ არის პრივილეგია იმისა რომ დაგიცვან ციხის მოკლედ კონსტიტუციაში გარკვეული წერია არა მარტო უფლებები, არამედ იქ არის ვალდებულებებიც, ყველა ადამიანის მოქალაქეს სავალდებულება აქვს, პოლიტიკურ პარტიას სავალდებულება აქვს და ასე შემდეგ, გაერთიანებას საზოგადოებრივ და ასე შემდეგ. ანუ თუ იმას ხედავ, რომ 75 მუხლში წერია გინდა თუ არა რაღაცაო ევროპის მიმართულებით ხო და ყველამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ ეს ცალკე საკითხია. იქ სხვა ჩანაწერებიც არის, სხვა ჩანაწერებიც, რომელიც გავარდებულებს როგორ უნდა მოიქცე. თუ შენი ვალდებულებებს თქვათ როგორი ცინიზმია, რას აი როგორ არის იცი, რას გვეუბნებიან იცი ევროპელები მაინდა-მაინც იქითკენ მივდივარ, იმიტომ რომ მარტო ნაციონალური მოძრაობა ეს არაფერს არ ანიშნავს. ნაციონალური მოძრაობის გარდა არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომელსაც ანალოგიურს გააკეთებინებენ, არანაირი პრობლემა არ არის. ევროპელები დღეს ჩვენ გვეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ თქვენ დაგახარჯეთ ფული გამოგზარდეთ როგორც საახალწლოდ ღორებს ვსდიან ხოლმე ზუსტად ერთ-ერთი და დასაკლავად გამზადებული და ეხლა შენ მოინდომე დამიწყე ახლა შენ აქ ფართხალი რა ეტო უნდა შეგაკლა ძმა მე მაგის გაჭმევდი ერთი წელი რომ გაჭამე ეხლა შენი ვალდებულება რაც არის ის რომ გააკეთო უნდა დაკლა ამ დროს საქართველოსმა მოინდომეს არაო კაცო არ დაკლათო და ატყდა ერთი ამბავი თქვენ ვინ ახართ ანუ პარტიის წევრები, ჩვეულებრივი მოქალაქე პარტიას თავი დავანებოთ, ხო? გვეუბნებიან რომ მიგითითებენ რომ შენო კონსტიტუცია უნდა დაიცვა და რაღაცა ევროსტრუქტურებისკენ მიმართულება და გეზი უნდა აიღო. ეს ევროსტრუქტურები თვითონ არც იმაში მონაწილეობენ რა დავალებების მივიღეთ, ხო გახსოვთ აღარ მინდა ეს 12 და 17 და 35. არც იმაში მონაწილეობენ. ბოიკოტი გამოუცხადეს მაგათ განხილვებს, კი ბატონო, არ მიიღეს მონაწილეობა, პროდასავლელები ვართო თან იძახიან. მერე ომის დაწყების დროს უკრაინის ომის დროს ხარი დაუჭირეს ომის დაწყებას ეს მეორე აგერ ბატონო რეზოლუციაში ჩაგვიწერეს რომ პირდაპირ ჩაგვიწერეს რეზოლუციაში რომ სანქციები დაუწესეთ რუსებსო და იმასაც ხარი დაუჭირეს ერთი გამაგებინეთ პროდასავლელობა რას ნიშნავს და შენ თავად გაიცი შენ შეკითხვას. ხო, ანუ უნდა დაეთანხმო რომ საქართველოს უნდა არის თუ არა ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამას ქვია დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ეს უნდა დაისაჯოს, არ შეიძლება. გამოსავალი. დიახ მეგობრებო, ძალიან დადებითი ამბავია ჩვენ მივესალმებით. ჩვენ იმასაც მივესალმებით რომ ფიგურანტების წრე გაფართოვდეს და ის მაოხრებელი გზირიც გადაათრიან ციხეზე, ამასაც მივესალმებით. და ესეთი რაღაცების წერისთვის თუნდაც არაფერი ავად არ არის. და მივამედი ფსიქიატრიულ დაავადებებს კუნავს თუ არა, უნდა ვკითხოთ მესვეულს. თორე აგერ დემენცია კი. გამრავდა ამ დროს ეს კაცი. ხო. კარგად ზარდებოდეთ, ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს.